განვიხილოთ კიდევ ერთი კლასიკური ჰიდროდინამიკური მდგრადობის ამოცანა, სახელმწიფო რელეი-ბენარის კონვექცია. კონვექცია საკმაოდ მარტივი მოვლენაა, გასაგებია რომ თუ სითხე მოთავსებულია სიმძიმის ძალის ველში და თუ კი მის ქვედაფენებს გავათბობთ, მაშინ სითხე როგორც წესი ასეთ დროს ფართოვდება, შესაბამისად მისი სიმკვრივე შემცირდება და აღმოჩნდება რომ ჩვენ უფრო მძიმე სითხე გვაქვს მოთავსებული უფრო ზევით, ხოლო უფრო მჩატე უფრო ქვევით და შედეგად არქიმედეს ძალისა და სიმძიმის ძალის ტოლქმედი იმოქმედებს ამ გაუხშოებულ სითხეზე და შეეცდება აიტანოს ის ზევით, ხოლო უფრო მძიმე ნაწილი სითხის შეეცდება უფრო დაიკავოს მისი ადგილი, შედეგად წარმოიქმნება მოძრაობა და ამ მოძრაობას კონვექცია ეწოდება. 1900 წელს ბენარმა ჩაატარა კლასიკური ექსპერიმენტები კონვექციაზე, მან აიღო სანთელი, რომელიც მოათავსა ჭურჭელში და ქვევიდან მოათავსა სითბოს წყარო და დაემზირა, რომ კონვექციური მოძრაობა ხორციელდება უჯრედების სახით, აი უჯრედის სქემა აი ესეთია, შუაში ხდება აი ამ გამთბარი შედარებით გაუხშოებული სითხის ამოსვლა და შემდეგ წრეებზე ის ჩაედინება უკვე სითხე ჩაედინება ფსკერისკენ, ამ უჯრედებს ჰქონდათ 6 კუთხედის ფორმა ბენარის შემთხვევაში, აი ეს არის კუსტარულად აქ ჩანს ამ კუსტარულ ექსპერიმენტებს კი ჩანს ეს უჯრედები და აი აქ უკვე ფილიგრანული ექსპერიმენტის შედეგად ჩანს ეს იდეალური კონვექციური უჯრედები და გასაგებია რომ კონვექცია არის უაღრესად გავრცელებული მოვლენა როგორც დედამიწაზე, ისე სხვადასხვა ასტროფიზიკულ ობიექტებში, აი ეს გრანულები მზის ზედაპირზე ასევე კონვექციის მოქმედების შედეგია, ამიტომ კონვექციის ამოცანის განხილვას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იგი ბევრი სხვადასხვა გამოვლენება აქვს და აქ კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არის ეს ამოცანა შეტანილი ჰიდროდინამიკის ყველა სახელმძღვანელოში, არის ის, რომ რელეიმ მოახერხა ამ განტოლების ზუსტად ამოხსნა, რაც როგორც წესი ძალიან ძნელია და ჩვენც ახლა გავყვეთ ამ რელეის ამოხსნას და გავაანალიზოთ ეს კონვექციური არამდგრადობა. აქვე აღსანიშნავია, რომ გასაგებია იმთავითვე, რომ ამ კონვექციური არამდგრადობის მექანიზმი არაფერთ არ განსხვავდება რელეი-ტეილორის არამდგრადობის მექანიზმისგან, იქაც ჩვენ ზუსტად იგივე სიტუაცია გვქონდა, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ აქ იქ არსებული ორივე სითხე, აქ ერთი და იგივე ბუნების არის და უბრალოდ სითბოს მიწოდების შედეგად ხდება ის, რომ იგივე სითხე ის ქვედაშრეები აღმოჩნდებიან უფრო გაუხშოებულები და იწყება იგივე ტიპის არამდგრადობა. ამ სისტემის მათემატიკური აღწერისთვის ჩვენ განვიხილავთ ორ უსასრულო სიფრთხეს შორის მოთავსებულ სითხეს და სითხის მოძრაობა ასეთ სისტემაში აღიწერება ეილერის განტოლებით უკუმშვადობის პირობით. ჩვენ ვუშვებთ, რომ სიმკვრივე არის ტემპერატურის წრფივი ფუნქცია, რაც სითხეებისთვის პრაქტიკულად ყოველთვის არის ძალიან კარგი მიახლოება და სითბოგამტარებლობის განტოლებას ექნება შემდეგი სახე, ეს არის განტოლებათა სისტემა, რომელიც აღწერს სითხის მოძრაობას და მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენ ისევ ვიყენებთ ბუსინესკის მიახლოებას, რომელზეც ჩვენ წინა ლექციაზე დეტალურად ვილაპარაკეთ და მე ხელახლა აღარ შევჩერდები, მაგრამ სითხის მოძრაობა ითვლება უკუმშვადად, იმიტომ რომ სიჩქარეები, რომელსაც ჩვენ ველით, არის გაცილებით ნაკლები ბგერის სიჩქარესთან შედარებით და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია უწყვეტობის განტოლებაში უგულებელყოთ სიმკვრივის დროითი წარმოებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სიმკვრივის შეშფოთების გადაგდება არქიმედეს ძალაში. ანუ ჩვენ ვიყენებთ სტანდარტულ ბუსინესკის მიახლოებას. რაც შეეხება ფონურ მდგომარეობას, ჩვენ დავუშვებთ, რომ ტემპერატურას აქვს აი ამ ორ სიფრთხეს შორის
წრფივი პროფილი, ანუ ქვედაშრე უფრო ცხელია, ზედა უფრო ცივი, ანუ მას აქვს უარყოფითი გრადიენტი. შესაბამისად, რა ხან სიმკვრივე წრფივად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე, სიმკვრივის ფონური მნიშვნელობა ესეთია და აქედან გამომდინარე ჰიდროსტატიკის პირობიდან წნევა ფონურ მდგომარეობაში წნევას აქვს ესეთი გამოსახულება. მაშინ განვიხილოთ აი ამ მდგომარეობის შეშფოთებები და შევისწავლოთ სტანდარტულად მდგრადობა. ეხლა გასაგებია რა ხდება. ვინაიდან უფრო გაუხშობული სითხე მოთავსებულია უფრო ქვევით, გასაგებია რომ სიმძიმის ძალისა და არქიმედეს ძალის ტოლქმედი ცდილობს დაძრას სითხე ეს გაუხშობული სითხე ვერტიკალურად ზევით, ხოლო მეორეს მხრივ გადატანის მოვლენები, როგორც არის სიბლანტე და სითბოგამტარებლობა, ამას ეწინააღმდეგება და სწორედ ჩვენი მიზანია შევისწავლოთ რა შემთხვევაში გახდება სისტემა არამდგრადი. მას შეშფოთებებისთვის, ნებისმიერი შეშფოთებებისთვის არა ჯერჯერობით ჩვენ არ ვაყენებთ შეზღუდვას, რომ შეშფოთებები იყოს აუცილებლად წრფივი. შეშფოთებებისთვის მაშინ აი ამ ფონისზე დადებული შეშფოთებებისთვის ჩვენ განტოლებებს ექნებათ. შემდეგი სახე, აქვე მოსახერხებელია გადავწეროთ ეს განტოლებები უგანზომილებოს სახით, ამისთვის ჩვენ გასაგებია რომ სიგრძეს დავანორმირებთ ამ სიფრთხეებს შორის მანძილზე, შემდეგ დროის ერთეულად ავიღებთ აი ესეთ სიდიდეს, ხო? შემდეგ წნევას ვანორმირებთ აი ამ მნიშვნელობაზე, ხოლო ტემპერატურა ნორმირებული იქნება ამ სიფრთხეებს შორის ტემპერატურების საერთო სხვაობაზე. მაშინ უგანზომილებოს სახით ეს ჩვენი შეშფოთებების განტოლებები გადაიწერება შემდეგნაირად და ისევე როგორც უკუმშვად ჰიდროდინამიკაში ასეთი უგანზომილებოს სახით ჩაწერა იწვევდა რეინოლდსის რიცხვის სახით უგანზომილებო უნივერსალური პარამეტრის გამოჩენა, ზუსტად ასევე ამ შემთხვევაში ჩვენთან გაჩნდება ორი პარამეტრი, ეს არის რელეისა და პრანტლის რიცხვები. პრანტლის რიცხვი ეს არის უბრალოდ სიბლანტის კოეფიციენტისა და ტემპერატურა გამტარებლობის კოეფიციენტების ფარდობა, რომელიც როგორც ვთქვით, აირების შემთხვევაში სადღაც ერთის რიგის არის ხოლმე, ხოლო რელეის რიცხვი ეს არის ასევე უგანზომილებო რიცხვი, რომელიც საკვანძო მნიშვნელობა აქვს კონვექციის ამოცანაში და ის განსაზღვრავს როგორი თანაფარდობაა აი ამ ტემპერატურის გრადიენტსა და მის დამაბალანსებელ ტრანსპორტის კოეფიციენტებს შორის, რომელიცაა სიბლანტე და ტემპერატურა გამტარებლობის კოეფიციენტი. მაშინ ჩვენ გვაქვს ახლა უგანზომილებო განტოლებები და გვაქვს ეს უნივერსალური ესე იგი უგანზომილებო სიდიდეები. შემდეგი ნაბიჯი ანალიზისთვის ჩვენ გვჭირდება სასაზღვრო პირობები. ახლა ასეთ ამოცანაში ორი ტიპის საზღვარი შეიძლება გქონდეს. შეიძლება გქონდეს მყარი საზღვრები, ან შეიძლება გქონდეს თავისუფალი საზღვრები, ორივე ამოცანის ლეგალური ფორმულირებაა. გასაგებია რომ როგორც ზოგადად როგორც ჩვენ ვიცით, როგორც არ უნდა იყოს საზღვარი თავისუფალი თუ მყარი, სიჩქარის ნორმალური კომპონენტა საზღვარზე უნდა განვლდეს, ამიტომ ორივე შემთხვევაში ჩვენ ერთ-ერთი სასაზღვრო პირობა იქნება იმაში, რომ სიჩქარის ვერტიკალური კომპონენტი ორივე საზღვარზე, ზედაზეც და ქვედაზეც უნდა იყოს ნულის ტოლი. შემდეგ მყარი საზღვრის შემთხვევაში ასევე უნდა განვლდნენ სიჩქარის დანარჩენი ორი კომპონენტიც. ახლა თუ ჩვენ გამოვიყენებთ უკუმშვადობის პირობას, მაშინ მარტივად ვნახავთ, რომ ეს დანარჩენი კომპონენტების განვლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვერტიკალური კომპონენტის გარდა უნდა განვლდეს მისი წარმოებული ვერტიკალური ცვლადით. ვინაიდან ჩვენ საბოლოო განტოლებას მივიღებთ ვერტიკალური სიჩქარისთვის, ამიტომ გვირჩევნია ეხლავე ყველა სასაზღვრო პირობა ჩამოვაყალიბოთ სწორედ
აი ამ ვერტიკალური ცვლადისთვის და ამიტომ გადამყავს ყველაფერი ამ WS ენაზე, ასე ვთქვათ. თავისუფალი საზღვრის შემთხვევაში კი როგორც როლიმ აჩვენა და ისედაც გასაგებია, უნდა გაქრეს საზღვარზე მხები დაძაბულობა, ანუ უნდა გაქრეს არა სიჩქარეები, არამედ მათი წარმოებულები ზედით და ასევე უწყვეტობის განტოლებიდან ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თუ საზღვარი თავისუფალია, მაშინ თვითონ ვერტიკალურ სიჩქარესთან ერთად უნდა განვლდეს მისი მეორე წარმოებული. და ბოლოს ტემპერატურის საზღვრაპირობა მდგომარეობს იმაში, რომ ტემპერატურის შეშფოთება ორივე საზღვარზე უნდა იყოს 0-ის ტოლი. აქ ამოცანის ფორმულირება გულისხმობს იმას, რომ საზღვარი არის იდეალური გამტარი და ის მუდამ არის დაფიქსირებული, ანუ გარე პირობებისგან მუდმივად იმყოფება ერთი და იგივე ტემპერატურაზე. მაშასე განტოლებების ჩაკიდელი სისტემა გვაქვს, სასაზღვრო პირობებიც ჩამოვაყალიბეთ და ახლა გადავიდეთ უკვე სახელმდობრ შეშფოთებების დინამიკის ანალიზზე და უპირველეს ყოვლისა განვიხილოთ წრფივი შეშფოთებები. მაშინ ჩვენი შეშფოთებების განტოლებების გაწრფივება მოგცემს იმას, რომ განტოლებები მიიღებს ესეთ სახეს და ესე იგი ჩვენ ახლა უნდა ჩვენი მიზანი როგორც ყოველთვის მდგომარეობს იმაში, რომ როგორმე გამოვირიცხოთ ყველა ცვლადი ერთის გარდა და მივიღოთ ერთი განტოლება რომელიმე ერთი ცვლადისთვის. ტექნიკურად მოსახერხებელია როგორც უკვე ვთქვი, რომ ეს ცვლადი იყოს ვერტიკალური სიჩქარე, აი დააკვირდით ამ განტოლებას, ის აკავშირებს ერთმანეთთან ტემპერატურის შეშფოთებას და ვერტიკალურ სიჩქარეს. ახლა ჩვენი მიზანია დანარჩენი ორი განტოლებიდან მივიღოთ კიდევ ერთი კავშირი ამ ორ სიდიდეს შორის. უპირველეს ყოვლისა, პირველი რაც პირდაპირ ჩანს, რომ როგორც ყოველთვის ნავიესტოქსის განტოლებაში ჩვენ გვაქვს წნევის წევრი და ამ წნევის გამოსარიცხად ნავიესტოქსის განტოლებას მოვდოთ როტორის ოპერატორი, მაშინ ნავიესტოქსის განტოლება მიიღებს აი ესეთ სახეს, ხო, წნევის წევრი გამოირიცხება და მივიღებთ განტოლებას დაგრიგალებისთვის. ახლა დაგრიგალება თავისთავად ასევე არაფერს არ გვჭირდება, ახლა გამოსარიცხია თვითონ დაგრიგალება და ამისთვის კიდევ ერთხელ მოვდოთ როტორის ოპერაცია უკვე აი ამ დაგრიგალების განტოლებას და გამოვიყენოთ აი ეს თანაფარდობა, რომ დაგრიგალების როტორი, ანუ სიჩქარის როტორის როტორისთვის ჩვენ გვაქვს აი ეს ცნობილი თანაფარდობა და თუ გავითვალისწინებთ უკვე მშვიდობის პირობას, ეს დაგრიგალების როტორი იქნება უბრალოდ მინუს ნიშნით სიჩქარის ველის ლაპლასიანი. შედეგად, ესე იგი მეორე როტორის მოდებით ჩვენი განტოლება დავა აი ამ სახეზე და უკვე დაგვჭა მარტო სიჩქარე და ტემპერატურის შეშფოთება და გასაგებია, რომ თუ ავიღებთ ამ განტოლების ვერტიკალურ კომპონენტს, ახლა მივიღებთ მეორე განტოლებას, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ტემპერატურისა და ვერტიკალური სიჩქარის კომპონენტებს. აი ეს არის ჩვენს მიღებული განტოლება და აი აქ ეს არის ჰორიზონტალური ლაპლასიანი, ანუ მეორე რიგის წარმოებულები ჰორიზონტალური ცვლადებით. ეხლა გვაქვს უკვე ორი განტოლება ტემპერატურისთვის და ვერტიკალური სიჩქარისთვის და აქედან უკვე მარტივია გამოირიცხოს ტემპერატურის შეშფოთება და საბოლოოდ ვერტიკალური სიჩქარის კომპონენტისთვის მივიღებთ აი ესეთი ტიპის დიფერენციალურ განტოლებას. მისი კოეფიციენტები არის მუდმივი, მაგრამ ჩვენ გვაქვს არატრივიალური სასაზღვრო პირობები. ხო, ჩვენ გვაქვს საზღვრები, ან თავისუფალი, ან მყარი, ნულოვანი და რაღაცა D სიმაღლეზე და რელემ დაუშვა, რომ ამ განტოლების ამონახსნი შეიძლება მოიძებნოს აი ესეთი სახით, ანუ ვუშვებთ, რომ ადგილი აქვს ცვლად და განცალებას, არის გვაქვს რაღაცა დროზე ექსპონენციალური დამოკიდებულება და ჩვენი მიზანია სწორედ ვიპოვოთ როგორია ეს
კოეფიციენტი, რომელიც ან არამზგრადობის ინკრემენტის ან სიხშირის როლს ასრულებს, გვაქვს რაღაცა დამოკიდებულება z კოორდინატზე, და შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ ასევე ჰორიზონტალურ ცვლადებზე დამოკიდებულება ტემპერატურისთვის და ყველა მახასიათებელი ფიზიკური სიდიდისთვის. მაშინ თუ კი აი ამ გაშლას ჩავსვამთ აი ამ განტოლებაში, მივიღებთ რომ ერთის მხრივ ჰორიზონტალური ნაწილი ეს f ფუნქცია აკმაყოფილებს აი ესეთ ჰელმჰოლცის განტოლებას, ხოლო ვერტიკალური ნაწილი აკმაყოფილებს აი ესეთ დიფერენციალურ განტოლებას, სადაც ჩვენ დაგვჭამ წარმოებულები მხოლოდ ვერტიკალური კოორდინატის მიხედვით. კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ კოეფიციენტი ვერტიკალურ კოორდინატზე დამოკიდებული არ არის, ჩვენ ვერ ვაკეთებთ პირდაპირ ვთქვათ რაიმე ფურიე გაშლის მაგვარს ან ბრტყელი ლოგისაკით ვერ ვეძებთ ამონახსენს ვერტიკალური კოორდინატის მიხედვით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არატრივიალური სასაზღვრო პირობები, ხო? ამ სითხის შეუმსაზღვრელ ზედაპირებზე. მაშასე ჩვენ გვაქვს ესე იგი ვერტიკალური სიჩქარის აი ამ ნაწილისთვის გვაქვს აი ეს დიფერენციალური განტოლება და ახლა დავუბრუნდეთ სასაზღვრო პირობებს. სასაზღვრო პირობები ესე იგი სიჩქარისთვის უნდა რომ უნდა განულებული იყოს საზღვრებზე თვითონ ვერტიკალური სიჩქარე და ჩვენ განვიხილავთ ისევე როგორც რელეიმ განიხილა თავის დროზე თავისუფალი საზღვრების შემთხვევას. საქმე იმაშია რომ სწორედ თავისუფალი საზღვრების შემთხვევა იქნება უფრო მარტივად და მყარი საზღვრების შემთხვევა არის უფრო რთული გასაანალიზებელი და ჩვენ გავყვებით სწორედ რელეის გზას და მყარი საზღვრების შემთხვევას მოკლედ მიმოვიხილავთ უკვე თვისობრივად. და ბოლოს მესამე საზღვრო პირობა იმის შესახებ, რომ ტემპერატურის შეშფოთება საზღვრებზე უნდა ყოფილიყო 0-ის ტოლი. თუ გავიხსენებთ ჩვენ მიღებულ კავშირს ტემპერატურასა და სიჩქარის ვერტიკალურ შეშფოთებას შორის, აი აქედან ნათელია რომ ესე იგი ტემპერატურის შეშფოთება შეიძლება გამოისახოს როგორც ეს არის კავშირი ტემპერატურის შეშფოთებასა და ვერტიკალური სიჩქარის შეშფოთების კომპონენტის თვითონ მნიშვნელობას მეორე და მეოთხე წარმოებულს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი საზღვარზე 0-ია სიჩქარე, მისი მეორე წარმოებული და თეტა, მაშინ ავტომატურად 0 უნდა იყოს ვერტიკალური სიჩქარის მეოთხე წარმოებულიც, ანუ ომეგასთვის სასაზღვრო პირობები დავიდა იმაზე, რომ უნდა განავლდეს თვითონ ომეგად და მისი მეორე და მეოთხე წარმოებულები. ასეთ შემთხვევაში აი ესეთ სასაზღვრო პირობებში ნათელია რომ აი ამ ჩვენი განტოლების ამონახსენი, რომელიც აკმაყოფილებს აი ესეთ საზღვრო პირობებს, რომ თვითონ ფუნქცია და მისი ლუწი წარმოებულები იყოს 0-ის ტოლი არის პროპორციული აი ესეთი ფუნქციის, ხო? იმიტომ რომ სინუს np ნულშიც ავტომატურად იდენტურად 0-ია და 1-შიც იდენტურად 0-ია ნებისმიერი მთელი n-ისთვის. ამიტომ ასევე ვინაიდან ჩვენ გვაქვს არატრივიალური საზღვრო პირობები, გასაგებია ჩვენი სპექტრი აღარ არის უწყვეტი და ჩვენ დისკრეტული სპექტრი მივიღეთ. სტანდარტული შედეგია ნებისმიერ განტოლებისთვის. ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ესე იგი ომეგას ვერტიკალურ კოორდინატზე დამოკიდებულება მაშინ აი ესეთი სახე აქვს. ახლა თუ კი ჩავსვამთ აი ამ გამოსახულებას ჩვენ განტოლებაში, მაშინ მივიღებთ აი ასეთი ტიპის განტოლებას და ახლა ჩვენი მიზანია აი ამ განტოლების ანალიზით დავადგინოთ პარამეტრების, ანუ რელეის რიცხვის და პრანტლის რიცხვის ის მინიმალური მნიშვნელობები, რომელსაც შესაძლებელია არამდგრადობის განვითარება, ანუ რომლისთვისაც შესაძლებელია არსებობდეს უარყოფითი S-ი. ხო, და აქვე ეს რა თქმა უნდა არის ჰორიზონტალური ტალღური რიცხვი, რომელიც აი ჰორიზონტალური ნაწილისთვის ჰელმჰოლცის განტოლება რომ დაგვჭა ჰორიზონტალური ნაწილისთვის, იქ განსაზღვრავს ამ ჩვენი შეშფოთების ჰორიზონტალურ მასშტაბს.
მაშინ ასე დავუბრუნდეთ ახლა ამ განტოლების ანალიზს, ესე იგი არამდგრადობა დაიწყება, როდესაც ეს S-ი გაივლის მნიშვნელობაზე 0. ხო, და ასეთ შემთხვევაში თუ კი S-ის მაგივრად ჩავსვამთ 0-ს, ხედავთ, რომ პრანტლის რიცხვი საერთოდ ქრება განტოლებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არამდგრადობის დაწყება დამოკიდებულია მხოლოდ რელეის რიცხვზე და აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული პრანტლის რიცხვზე. ახლა მაშინ თუ კი ესე იგი S-ის მაგივრად ჩავსვამთ 0-ს, ეს განტოლება დავა აი ამ განტოლებაზე და საიდანაც ხედავთ, რომ ყველაზე უფრო არამდგრადი არის n უდრის 1-ს, პირველი მოდა, ყველაზე დაბალი საკუთარი მნიშვნელობის შესაფერისი მოდა, იმიტომ რომ თუ მეც მნიშვნელობას მივცემთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი კრიტიკული რელეის რიცხვიც გაიზრდება და იმას რომ ეს ძალიან ხშირად არის ესე და აქ ერთი წამი ჯობია გავჩერდეთ. საქმე ის არის, რომ ეს ყველაზე დაბალი საკუთარი მნიშვნელობის მოდა ძალიან ხშირად არის ხოლმე ყველაზე არამდგრადი ეს ტიპიური თვისება არამდგრადობების და მოდით ეს ავხსნათ რატომ. ახლა კონკრეტულად ამ ამოცანაში, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, ესე იგი არამდგრადობა ვითარდება, არამდგრადობას იწვევს არქიმედეს და სიმძიმის ძალის თქმედი, ხოლო მის გასტაბილურებას ცდილობს სიბლანტე და სითბოგამტარებლობა. ეხლა ვინაიდან ტრანსპორტის, როგორც ჩვენ ვიცით, ტრანსპორტი რაც უფრო მიკლებს მასშტაბი, მით უფრო მისი ფარდობითი მნიშვნელობა იზრდება, ხო, ის თქვა სიბლანტის ან სითბოგამტარებლობის. ამიტომ ის მოდები, რომელიც არიან ყველაზე გლუვი, ამ შემთხვევაში n უდრის 1-ს, არიან ხოლმე ყველაზე უფრო არამდგრადები, ანუ მათზე ყველაზე სუსტად მოქმედებს ეს სიბლანტე და ამ შემთხვევაში სითბოგამტარებლობაც. თუმცა აი, იმიტომ რომ ახლა თქვათ, როდესაც ეს n-ი თქვათ დიდია, მაშინ გასაგებია, რომ ეს სინუსი ამ ორ საზღვარს შორის ძალიან ბევრ ხევას ასწრებს და შესაბამისად დიდი გრადიენტების მატარებელია და შესაბამისად მასზე სიბლანტის გავლენა უფრო ძლიერია და ამიტომ არის, რომ როგორც წესი, ჩვენ ამას დღესაც შევხვდებით კიდევ ერთხელ, მაგრამ ამიტომ არის, რომ როგორც წესი, სწორედ დაბალი საკუთარი მნიშვნელობების შესაბამისი მოდები არიან ხოლმე უფრო არამდგრადი. მაშინ ესე იგი ყველაზე არამდგრადი არის პირველივე მოდა და მაშინ თუ კი n-ის მაგივრად ჩავსვამთ 1-ს, დაგვრჩება რელეის კრიტიკული რიცხვი გამოსახული ჰორიზონტალური ტალღური რიცხვით და ჩვენი მიზანია ახლა ვიპოვოთ ჰორიზონტალური ტალღური რიცხვის მიხედვით ამ რელეის რიცხვის მინიმალური მნიშვნელობა. აი ეს არის ეგრეთ წოდებული აი ამ განტოლების ამონახსენი, ეს არის ეგრეთ წოდებული მარგინალური მდგრადობის წირი, ხოლო იმისთვის რომ ვიპოვოთ მინიმალური რელეის რიცხვის მნიშვნელობა, ცხადია უნდა ვიპოვოთ ამ ფუნქციის ექსტრემუმი და ახლა მე ამის გაწარმოებას არ დავიწყებ, პირდაპირ გეტყვით რომ აი ეს მინიმუმი ამ რელეის კრიტიკულ რიცხვს აქვს აი ასეთი ნორმირებული ჰორიზონტალური ტალღური რიცხვისთვის და ამ წერტილში მისი მნიშვნელობა ტოლია დაახლოებით 658-ის და ეს არის სწორედ რელეის კრიტიკული რიცხვი, როდესაც ორივე საზღვარი არის თავისუფალი. ახლა რაც შეეხება ამ ესე იგი ყველაზე უფრო არამდგრადები არიან ისე რახან ნორმირებული ჰორიზონტალური ტალღური რიცხვი ერთის რიგის არის, მაშინ გასაგებია რომ ჰორიზონტალური ზომა ამ შეშფოთების, რომელიც ყველაზე უფრო არამდგრადია, სიფრთხეებს შორის დაშორების რიგის არის, ხო, ანუ ყველაზე უფრო არამდგრადები არიან აი ამ კრიტიკული ზომის მქონე ჰორიზონტალური ზომის მქონე შეშფოთებები და მათთვის თუ ორივე საზღვარი თავისუფალია რელეის კრიტიკული რიცხვი არის, ესე იგი 658, რაც შეეხება სხვა სასაზღვრო პირობებში აი ამ მარგინალური წირის თვისობრივი სახე არ იცვლება, მას ყოველთვის ასეთი ფორმა აქვს, ყოველთვის არსებობს რაღაცა ოპტიმალური ზომა შეშფოთების, რომელიც ყველაზე კარგად იზრდება
ჰორიზონტალური ზომაზე ლაპარაკი, თუმცა მყარი საზღვრის დამატება ერთთან ორივე მხარეს ყოველთვის იწვევს კრიტიკული რელეის რიცხვის გაზრდას, ანუ ამოცანა ხდება უფრო მდგრადი, რაც არ არის გასაკვირი და კონკრეტულად თუ ერთ-ერთი ზედაპირი თავისუფალია და მეორე მყარია, მაშინ რელეის რიცხვის კრიტიკული მნიშვნელობა დაახლოებით 1000-ია, ხოლო კრიტიკული ჰორიზონტალური ზომა ოდნავ მეტია თავისუფალ საზღვრებზე და თუ ორივე საზღვარი მყარია, მაშინ რელეის კრიტიკული რიცხვის მნიშვნელობა კიდევ უფრო იმატებს და ჰორიზონტალური ტალღური რიცხვის მნიშვნელობა ასევე იმატებს ამ შემთხვევაში. მას მერაც რელეის კრიტიკული რიცხვის მნიშვნელობა დადგენილი იქნა, ახლა მოდით გავაანალიზოთ უფრო დეტალურად ამ ჩვენი სისტემის ჰორიზონტალური სტრუქტურა, მას ასე გავიხსენოთ, რომ ჰორიზონტალური სტრუქტურისთვის ჩვენ გვაქვს ჰელმჰოლცის განტოლება, ამასთან ჩვენი მოდელი იყო შეუზღუდავი ჰორიზონტალური ზომებით, ანუ ჩვენ არ აგვაქვს საზღვრები, აქედან გამომდინარე სასაზღვრო პირობების გარეშე რაიმე ფორმის დადგენა ზუსტის ამ ჩამოყალიბებული მოძრაობის შეუძლებელია, თუმცა გასაგებია, რომ ამ განტოლებას აქვს ბევრი შესაძლო ამონახსენი ზოგადად, მაგალითად, ერთ-ერთი შესაძლო ფიგურა, რომელიც შეიძლება შეიქმნას, ეს არის უბრალოდ უსასრულო ცილინდრები, ანუ ჩვენ გვექნება უსასრულო ჩვენ გვექნება უსასრულო კონვექციური ცილინდრები, ანუ სითხე იმოძრავებს წრეზე ერთ-ერთი ღერძის გარშემო, ხო, ამ შემთხვევაში იმოძრავებს Y ღერძის გარშემო, ეს ერთ-ერთი შესაძლო ამონახსენია და ასევე შეიძლება არსებობდეს კვადრატული უჯრედები, ამ შემთხვევაში ეს F ჰორიზონტალური სტრუქტურის ფუნქცია უნდა ავიღოთ თანაბრად დამოკიდებული როგორც x-ზე ერთ ჰორიზონტალურ სვლადზე, ისე მეორე ჰორიზონტალურ სვლადზე და გასაგებია, რომ ახლა ეს ჰელმჰოლცის განტოლება უშვებს ასევე სამკუთხა, ექვსკუთხა და ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ამონახსნებს. ამ ფორმის დადგენა და ასევე მახასიათებელი სიდიდეების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ არაწრფივი თეორიით და მოდით თვისობრივად ვნახოთ რა ხდება არაწრფივ თეორიაში. უპირველეს ყოვლისა, წრფივ შემთხვევაში, ესე იგი, ჩვენ გვქონდა ესეთი ტიპის სისტემა, ჰორიზონტალური სტრუქტურისთვის ჰქონდა ჰელმჰოლცის განტოლებები, ხოლო ვერტიკალური სტრუქტურისთვის ჰქონდა რაღაცა დიფერენციალური განტოლება, სადაც ეს იყო ჩვენი არამდგრადობის ინკრემენტი. ახლა, როდესაც რელეის რიცხვის მნიშვნელობა ახლოს არის კრიტიკულთან, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აი ეს ინკრემენტი არის პროპორციული გადახრის რელეის რიცხვის კრიტიკული მნიშვნელობიდან, ამის გარდა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რახან ჩვენ რელეის კრიტიკულ რიცხვთან ახლოს ვართ, მხოლოდ პირველი მოდა არამდგრადი და დანარჩენი მოდები მდგრადია, ამიტომ ძირითადი მნიშვნელობა ამ არამდგრადობის განვითარებაში პირველი ეფექტი, რომელიც ჩაერთვება, ეს იქნება თვითონ ამავე შეშფოთების არაწრფივი ურთიერთქმედება. ახლა თუ გავითვალისწინებთ, ანუ იგივე სიდიდის რაღაც ხარისხი უნდა იყოს პირველი არანულოვანი არაწრფივი წევრი, ამასთან ახლა თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ჩვენს ამოცანას აქვს ეგრეთ წოდებული არეკლითი სიმეტრია, ანუ სითხემ შეიძლება იტრიალოს როგორც საათის ისრის მიმართულებით, ასევე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მაშინ გასაგებია, რომ ამ სიმეტრიის გამო პირველი არანულოვანი წევრი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, იქნება კუბური და სწორედ ეს არის ის განტოლება, რომელიც აღწერს დაბალი ამპლიტუდებისთვის პირველი არამდგრადი მოდის ევოლუციას, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ სწორედ ლანდაუს განტოლება, რომელიც ჩვენ გავაანალიზეთ და ვნახეთ, რომ მას აქვს ფიცლისებური ბიფურკაცია ხდება კრიტიკულ რელეის რიცხვზე. ესე იგი, რეალურად რა ხდება? ესე იგი, პირველი არამდგრადობა, როდესაც იწყება, ხდება
ხდება, ესე იგი ეს ჩვენი ფიცლისებური ბიფურკაცია, სითხე იწყებს მოძრაობას და პირველი ტიპის მოძრაობა, რომელიც დაემზირება, არის სწორედ ეს უსასრულო ცილინდრები. ახლა რეალურ ექსპერიმენტზე გასაგებია, რომ ეს სითხე ჰორიზონტალურ მასშტაბებში ყოველთვის შემოზღუდულია, ასეთ დროს ეს ცილინდრები ყალიბდება უფრო მცირე ჰორიზონტალური გვერდის პარალელურად და ეს სწორად ჩაწყობილ ცილინდრებზე ტრიალებს სითხე და შემდეგი ევოლუცია ნაჩვენებია აი ამ დიაგრამაზე სქემატურად როგორც რელეის რიცხვისა და პრანკლის რიცხვის ფუნქცია. როგორც ჩვენ დავადგინეთ, პირველი ბიფურკაცია არ არის დამოკიდებული პრანკლის რიცხვზე და დამოკიდებულია მხოლოდ რელეის რიცხვზე, ხო? აი ეს არის ეს პირველი არამდგრადობის საზღვარი, ამ თუ კი რელეის რიცხვი კრიტიკულ მნიშვნელობას ნაკლებია, მაშინ ჩვენი სითხის მოძრაობა უბრალოდ მდგრადია და ეს არის სხვადასხვა ნივთიერებებზე და სხვადასხვა ექსპერიმენტებზე მიღებული შედეგები. მაშასე პირველი არამდგრადობის შემდეგ დაემზირება, ესე იგი როგორც თქვით, აი პარამეტრების აი ამ მნიშვნელობებისთვის დაემზირება ეს უსასრულო ორგანზომილებიანი ცილინდრები, შემდეგ ხდება მრავალი სხვა ბიფურკაცია და რაღაც მომენტში დაემზირება სამგანზომილებიანი სტაციონარული ნაკადები, რომლის ერთ-ერთი ფორმაც არის ჩვენი ბენარის მიერ დამზერილი უჯრები. კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში რელეის რიცხვის ჩვენ გვექნება არა სტაციონარული სამგანზომილებიანი დინება, ანუ ეს დინება ხან არ იქნება ჩამოყალიბებული და დაიწყებს თვითონ დინება იქნება დროში ცვლადი და თუ კიდევ უფრო მეტად გავზდით რელეის რიცხვს, მაშინ იქნება უკვე სრულად ქაოსური турბულენტური სისტემა, რომელშიც ძალიან ცოტა რამ იქნება დარჩენილი რეგულარული მოძრაობებიდან. აი ესეთია ასე ვთქვათ კონვექციის განვითარების სხვადასხვა ეტაპები. და ახლა ორი სიტყვით მიმოვიხილოთ კიდევ ერთი კონვექციის მომიჯნავე არამდგრადობა, რომელიც არის ცენტრიდანული არამდგრადობა. ეს არამდგრადობა არის კონვექციური არამდგრადობის ანალოგიური, უბრალოდ თუ კი ჩვენი სითხე ბრუნავს, მაშინ ამ ბრუნავ სისტემაში სიმძიმის ძალის როლს ასრულებს ცენტრიდანული ძალა. თუ გახსოვთ, როდესაც ჩვენ სტაციონარულ ამონახსნებს ვსწავლობდით ნავიესტოქსის განტოლების, ჩვენ მივიღეთ სტაციონარული ამონახსენი ორ ცილინდრს შორის მოძრაობისა, როცა ეს ცილინდრები ბრუნავენ და ასევე მოკლედ გავარჩიეთ ის საკითხი, რომ აი ეს ლამინარული ამონახსენი, რომელიც ჩვენ მარტივად ვიპოვეთ, დაემზირება მხოლოდ სპეციფიურ შემთხვევებში, ხოლო როდესაც ბრუნვის სიხშირე იმატებს შემდეგ დინებაში დაემზირებიან აი ესეთი ტეილორის გრიგლები, რომელიც აი ამ სურათზეა ნაჩვენები, ანუ ეს სითხე იწყებს რატომღაც აი ესე ტრიალს თავის სიბრტყეში, ამ კვეთაში და აი ეს სინამდვილეში ეს ტეილორის გრიგლები არის სრული ანალოგი აიმ ორგანზომილებიანი კონვექციური ცილინდრების, რომელიც ჩვენ რელეი ბენარის კონვექციაში განვიხილეთ და ძალიან მსგავსი არამდგრადობა არის აქაც, ერთადერთი სიმძიმის ძალის მაგივრად, როგორც უკვე ვთქვი, ამ არამდგრადობაში სიმძიმის ძალის როლს ასრულებს ცენტრიდანული ძალა. და მოდით ეს საკითხი გავაანალიზოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. პირველის ყოვლისა განვიხილოთ სითხის რაიმე უსასრულოდ მცირე რგოლი, ანუ იმ წერტილების ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია რაღაც რადიუსზე ბრუნვის ღერძიდან და გასაგებია, რომ ამ რგოლზე მოთავსებული სითხის იმპულსის მომენტის სიმკვრივე არის უბრალოდ რადიუსი გამრავლებული ამ შრის ბრუნვის სიჩქარეზე, ხოლო ამ წირის ირგვლივ ცირკულაცია არის 2π გამრავლებული რადიუსზე და გამრავლებული სიჩქარეზე, ანუ 2π გამრავლებული ამ იმპულსის მომენტზე და ამასთან ჩვენ ახლა იდეალურ სითხეს ვიხილავთ, ამასთან
ეს ცირკულაცია შენახვადის სიდიდეა ამ ელემენტის მოძრაობასთან ერთად. ახლა ამ სითხეზე მოქმედებს ცენტრიდანული ძალა, რომელიც გასაგებია რომ არის სიჩქარის კვადრატის პროპორციული და ბრუნვის ღერძიდან დაშორების უკუპროპორციული, ანუ თუ მას გამოვსახავთ ამ ჩვენი შენახვადი ცირკულაციით, მაშინ ეს ძალა მიიღებს ასეთ გამოსახულებას და ანალოგია რომ სრული იყოს სიმძიმის ძალის შემთხვევასთან ჩვენ შეგვიძლია ამ ცენტრიდანულ ძალას შეუსაბამოთ შესაბამისი პოტენციური ენერგიაც, ხოლო შეგვიძლია შემოვიტანოთ პოტენციალი ისე რომ მისი წარმოებული მინუსნიშნით გვაძლევდეს ამ ძალას და გასაგებია რომ ამ პოტენციური ენერგიის სიმკვრივე დაემთხვევა ამ სითხის კინეტიკური ენერგიის სიმკვრივეს. ახლა განვიხილოთ უპირველეს ყოვლისა ღერძულად სიმეტრიული შეშფოთებები, ანუ განვიხილოთ ორი ასეთი უსასრულოდ მცირე რგოლი, ერთ-ერთი განთავსებული რაღაცა R1 რადიუსზე, ხოლო მეორე რაღაცა R2 რადიუსზე და გასაგებია რომ რაღაც უსასრულოდ მცირე რგოლია, მათ ვერტიკალური კოორდინატიც უნდა ჰქონდეთ და ერთი იყოს Z1, მეორე Z2. მაშინ ამ ორ რგოლზე მოთავსებული სითხის სრული ენერგია საწყის მომენტში, ესე იგი მოიცემა აი ამ ფორმულით წარმოადგენს მათი ენერგიების ჯამს, ხოლო ახლა დავუშვათ რომ ამ ელემენტებმა ადგილები გაცვალეს. მაშინ ვინაიდან ცირკულაცია უნდა ინახებოდეს პირველი ელემენტი, სითხის ელემენტი, პირველი სითხის რგოლი თან წაიღებს თავის ცირკულაციას და განთავსდება R2 რადიუსზე და ამიტომ მისი ენერგია გახდება აი ესა, ხოლო მეორე რგოლის, რომელიც R1 რადიუსზე გადმოინაცვლა, მისი ენერგია იქნება ესეთი, ანუ ამ მთელი ამ სისტემის საბოლოო ენერგია ეს ექნება ასეთი სახე. ამიტომ ამ ცვლილების განხორციელება მოითხოვს აი ამ ორი სიდიდის სხვაობას და მოითხოვს აი ამდენ ენერგიას. და ახლა ანალიზის გაგრძელებისთვის უბრალოდ დავუშვათ რომელიღაცა გასაგებია რომ ამ ორ რადიუსში რომელიღაცა უფრო მეტია, რომელიღაცა უფრო ნაკლები და ჩვენ სიმარტივისთვის დავუშვათ რომ თქვა R2 რადიუსი იყო უფრო მეტი. მაშინ იმისთვის რომ განვითარდეს არამდგრადობა, ამ შეცვლა უნდა ეწოდეს ენერგიის გამონთავისუფლებას, რომელიც დაიხარჯება არამდგრადობის განვითარებაზე. და თუ კი ასეა, მაშინ თუ კი გარე რადიუსი უფრო მეტი, თუ კი მეორე რადიუსი მეტია პირველზე, მაშინ პირველ რადიუსის ცირკულაცია უნდა იყოს მეტი ვიდრე მეორე რადიუსის ცირკულაცია არამდგრადობის განვითარებისთვის და თუ კი ახლა დავბრუნდებით უკან სიჩქარეზე, სიჩქარისთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს სითხეში რაღაცა წერტილი, რაღაცა ისეთი რადიუსი, სადაც აი სიჩქარის კვადრატის ნამრავლის რადიუსის კვადრატის წარმოებული იქნება უარყოფითი. ეს არის რელეის კრიტერიუმი, რომელიც გვეუბნება, რომ თუ კი სიჩქარის რადიალურ პროფილში ასეთი წერტილი არ არსებობს, მაშინ შეშფოთებების მიმართ ასეთი დინება იქნება მდგრადი. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ანალიზი, იმიტომ რომ ჩვენ ლამინარული დინებისთვის გამოვიყვანეთ სიჩქარის პროფილი, მას ზოგადად ასეთი სახე აქვს, ხოლო თუ ბრუნვის სიჩქარეებს ჩავსვამთ და საზღვრო პირობებს დავაკმაყოფილებთ, მაშინ რადიუსებით და კუთხოვრის სიხშირეებით ეს სიჩქარე ასეთ სახეს მიიღებს. მაშინ თუ კი ამ სიჩქარეს ჩავსვამთ აი ამ რელეის კრიტერიუმში, ჩვენ მივიღებთ საბოლოოდ აი ამ პირობას, რომ არამდგრადობის განვითარებისთვის საჭიროა რომ ეს პირობა დაკმაყოფილდეს. და მდგრადობის ეს კრიტერიუმი შეგვიჩვენებს შემდეგს, რომ თუ კი ცილინდრები ტრიალებენ სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ სიტუაცია ყოველთვის არის არამდგრადი, აი აქ გვაქვს ω1, ω2 დიაგრამა, ანუ თუ იმიტომ რომ სიჩქარე სადღაცა ნიშანს იცვლის აუცილებლად, ესე იგი აი ამ კვადრატში ყოველთვის არის არამდგრადი. შემდეგ რაც შეეხება ერთი მიმართულებით ბრუნვას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ წრფე, რომელიც არის ω1 და ω2-ის ფარდობა უდრის რადიუსების კვადრატების ფარდობას და გასაგებია რომ თუ კი ეს ფარდობა იქნება რადიუსების კვადრატების ფარდობაზე მეტი, მაშინ ეს იქნება უარყოფითი და აქეთ ამ მხარეს გვაქვს ჩვენ არამდგრადობა, ხოლო აქეთ ამ მხარეს
ჩვენ გვაქვს მდგრადობა ეს ჩვენი ანალიზი და რელეის კრიტერიუმი შეეხება იდეალურ სითხეს გასაგებია რომ რეალურ სითხეში კიდევ მოქმედებს სიბლანტე ტეილორმა თავისი გათვლები ჩაატარა პლანტის სითხისთვის ეს საერთოდ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური სტატია ჰიდროდინამიკის ისტორიაში ტეილორმა მოახერხა უპირველეს ყოვლისა ანალიზურად გამოიყვანა მდგრადობის წირი პლანტი ღერძულად სიმეტრიული შეშფოთებებისთვის და ეს წირი სწორედ მისი ანალიზური ამონახსნია და ასევე თვითონვე ჩაატარა ექსპერიმენტები და აი ეს ჩაატარა ექსპერიმენტები და სწორედ აი ეს შავი წერტილები არის მის მიერ მიღებული ექსპერიმენტების შედეგები, რაც გვაჩვენებს, რომ ეს დამთხევა იყო ძალიან კარგი. ახლა ტეილორის ანალიზი ფორმალურად შეიძლება ითქვას, რომ იმ ანალიზის მსგავსი იყო, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ კონვექციის შემთხვევაში, ოღონდ ცილინდრული სიმეტრიის გამო, ცილინდრული გეომეტრიის გამო მისი განტოლებები იყო უფრო რთული, ამიტომ რეალურად ტეილორმა ჩვენ კონვექციის შემთხვევაში გამოვიყვანეთ ის, რომ ყველაზე დაბალი მოდა არის არამდგრადი და ტეილორმა ეს უბრალოდ დაუშვა, რაც შემდეგ ექსპერიმენტზე დადასტურდა, მან დაუშვა, რომ ღერძულად სიმეტრიული შეშფოთებები არიან ყველაზე უფრო არამდგრადი და ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სწორედ როგორც წესი ყველაზე დაბალი საკუთარი მნიშვნელობის შესაბამისი, ანუ ყველაზე გლუვი მოდები არიან ხოლმე ყველაზე უფრო არამდგრადები და დანარჩენი ტეილორის ანალიზი იყო უნაკლო და ექსპერიმენტმა სრულად დაადასტურა მისი შედეგები და აი სწორედ აი ამ არამდგრადობის მერე ძირითადი დინების ამ არამდგრადობის მერე იქნება ეს ტეილორის გრიგლები, რომლებიც არიან როგორც უკვე აღვნიშნეთ, აი კონვექციური ცილინდრების სრული ანალოგი.